Distinguished guests, ladies and gentlemen, good morning and welcome to the United Nations Public Service Forum 2026. It is a tremendous honor and privilege to host you here in beautiful and historic city of Tbilisi. I'm Liza Ziegler, your MC for today, and it is a great honor for me to host you here. This year is especially meaningful for us, as Georgia has the honor of hosting this important forum for the very first time. It is a proud moment for our country. Situated at the crossroads of Europe and Asia, Georgia has been a long meeting place of civilizations, cultures, and ideas. Today we are joined by an extraordinary community of leaders, policymakers, innovators. Over the coming days, this forum will provide a valuable opportunity to exchange ideas, share experiences, and explore solutions that can help build more effective, inclusive, and people-centric public institutions. And now, ladies and gentlemen, it is my great honor to invite to the stage Mr. Bagdasaryan, the Minister of Justice of Georgia. Please join me in welcoming. Minister, the floor is yours. Batono ministro, თქვენია სიტყვა. Batono პრემიერ-მინისტრო, ბატონო გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეო, პატივცემულო მინისტრებო, პარლამენტის წევრებო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით საქართველოში. ჩვენთვის დიდი პატივია მასპინძლობდეთ გაეროს საჯარო სერვისების 2026 წლის ფორუმს, ღონისძიებას, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, პრაქტიკოსებსა და ექსპერტებს აერთიანებს ერთი მთავარი მიზნის გარშემო. Როგორ შევქმნათ ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც მოქალაქეებს უკეთ ემსახურება, აძლიერებს ნდობას და ეფექტიანად პასუხობს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს. მე უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს ამ მნიშვნელოვანი ფორუმის მასპინძლობისადმი გამოჩენილი მხარდაჭერისათვის. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გამოვხატო გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის ბატონი ალი ჯინჰუას მიმართ, რომლის ძალისხმევამ და მჭიდრო თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ ღონისძიების წარმატებით ორგანიზებაში. მე ასევე მადლობას ვუხდი თითოეულ მონაწილეს, პარტნიორსა და ორგანიზატორს, რომელთა ძალისხმევით დღეს აქ შევიკრიბეთ. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ დღევანდელი ფორუმის გახსნა ხდება 23 ივნისს. ეს დღე არის გაეროს საჯარო სამსახურის დღე. ეს დღე მხოლოდ პროფესიული აღიარების დღე არ არის. ჩვენ ამ დღეს გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი ღრმა პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან საზოგადოებას და ხშირად საზოგადოების ყურადღების მიღმას კი ქმნიან იმ საფუძველს, რომელზეც სახელმწიფოს ეფექტიანი ფუნქციონირება დგას. რადგან სახელმწიფო სიძლიერე მხოლოდ მისი ინსტიტუტებით არ იზომება, სახელმწიფოს სიძლიერე იზომება იმ ადამიანების პროფესიონალიზმით, პასუხისგებლობითა და ერთგულებით, რომლებიც ამ ინსტიტუტებს სიცოცხლეს სცენენ. საჯარო სამსახური მხოლოდ ადმინისტრაციული სისტემა არ არის. ეს არის მოქალაქისა და სახელმწიფოს დამაკავშირებელი ხიდი. ეს არის ნდობა, რომელიც ყოველდღიურად შენდება. და სწორედ ამიტომ ძლიერი სახელმწიფო იწყება ძლიერი საჯარო სამსახურით. დღეს, როდესაც მსოფლიო უპრეცედენტო სისწრაფით იცვლება, სახელმწიფოების წინაშე ერთი ფუნდამენტური კითხვა დგას: როგორ შევინარჩუნოთ მოქალაქის ნდობა ცვლილებების ეპოქაში? შეიძლება შეიცვალოს ტექნოლოგია, შეიძლება შეიცვალოს სერვისების მიწოდების ფორმა, შეიძლება შეიცვალოს კომუნიკაციის საშუალებები, მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება. მოქალაქეს სურს, რომ სახელმწიფო იყოს ხელმისაწვდომი, ეფექტიანი, სამართლიანი და სანდო. სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს წლევანდელი ფორუმის თემა: საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია, ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა.
დღეს საჯარო სექტორის ტრანსფორმაცია აღარ არის მხოლოდ განვითარების ერთ-ერთი მიმართულება, ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა. თუმცა ნებისმიერი ტრანსფორმაცია არ ეზომება მხოლოდ და მხოლოდ ტექნოლოგიური განვითარებით, მისი მთავარი მიზანი და საზომი არის ადამიანი. თუ ინოვაცია ვერ აუმჯობესებს ადამიანის ცხოვრებას, თუ რეფორმა ვერ აძლიერებს მოქალაქის დობას, მაშინ ასეთი ცვლილებები საკუთარ მიზანს ვერ აღწევს. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით გვახარებს, რომ ეს მნიშვნელოვანი ფორუმი თბილისში იმართება. საქართველოს ისტორიულად იყო სივრცე, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა კულტურა, იდეა და გამოცდილება ხდებოდა. დღეს კი გვინდა რომ თბილისი რამოდენიმე დღის განმავლობაში იქცეს ადგილად, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცოდნა და გამოცდილება, ახალი გადაწყვეტილებების, ახალი პარტნიორობებისა და ახალი შესაძლებლობების საფუძვლად იქცეს. ბოლო წლებში საქართველოს აქტიურად მუშაობს საჯარო სერვისების განვითარებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციასა და ციფრული მმართველობის გაძლიერებაზე. ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ყველა წარმატებული რეფორმა სწორედ მაშინ ხორციელდება, როდესაც მათი მთავარი მიზანი ადამიანია, ხოლო მთავარი საყრდენი მოქალაქის ნდობა. მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენ განვიხილავთ ციფრული ტრანსფორმაციის, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენების, მონაცემთა დაცვის, ინკლუზიური მმართველობის, მოქალაქეთა ჩართულობის, კორუფციის პრევენციისა და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხებს. მაგრამ ამ ფორუმის მთავარი ღირებულება მხოლოდ თემების მრავალფეროვნება არ არის. მისი მთავარი ღირებულება არიან ადამიანები, რომლებიც დღეს ამ დარბაზში არიან შეკრებილი. ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის გამოცდილების სწავლა შეუძლიათ. ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყნებს თავიან ქვეყნებში ცვლილებებს ახორციელებენ და ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დღევანდელი დისკუსიები ხვალინდელ გადაწყვეტილებებად აქციონ. რადგან პროგრესი იწყება სწორედ მაშინ, როდესაც გამოცდილება, ცოდნა და ახალი იდეები ერთმანეთს ხვდება. ხშირად სწორედ ასეთ შეხვედრებზე იბადება ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მოგვიანებით რეალურ პოლიტიკად და რეალურ შედეგებად გარდაიქმნება. ქალბატონებო და ბატონებო, საბოლოოდ საჯარო მმართველობის წარმატება არ იზომება არც შენობებით, არც ტექნოლოგიებით, არც სტატისტიკით. მისი ნამდვილი საზომი არის ის, თუ რამდენად აუმჯობესებს იგი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას, რამდენად ამყარებს ნდობას, რამდენად აძლიერებს სამართლიანობას და რამდენად აძლევს მოქალაქეს განცდას, რომ სახელმწიფო მის გვერდით დგას. სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ დღეს აქ, რათა ერთმანეთს გაუზიაროთ გამოცდილება, რათა ერთმანეთისგან ვისწავლოთ და ერთად შევქმნათ უფრო ეფექტიანი, უფრო გამჭვირვალე და უფრო ადამიანზე ორიენტირებული საჯარო ინსტიტუტები. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ფორუმი ამ მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვან წყვილს შეიტანს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. Minister of Justice of Georgia, Mr. Paatasalia, thank you. And now it's time to invite to the stage His Excellencies Mr. Lee Junhua, Under Secretary General for Economic and Social Affairs of the United Nations, to deliver his remarks. Please. რომ მოვისმინოთ მისი მიმართვა. Your Excellency, Mr. Iraqi Kobakhidze, Prime Minister of Georgia. საქართველოს პრემიერ-მინისტრო, თქვენ აღმატებულება ბატონო პატასალია, საქართველოს იუსტიციის მინისტრო, თქვენ აღმატებულება პატივცემულო მონაწილეებო, ძვირო ფასო კოლეგებო, დილამშვიდობის. I would like to begin by conveying a message from the Secretary General of the United Nations, Mr. Antonio Guterres, on the occasion of the United Nations Public Service Day. Let me quote. From schools to social work, from courts to clean the streets, from national parks to policing to public transport to peace. Public servants made the world go around. On United Nations Public Service Day,
ფაქტიურად სოფლიოს აძლევს ბიძგს და ჩვენ პატივს ვცემთ საჯარო მოსამსახურეს ყველგან და მის ძირითადი როლი ამ სამსახურის იმაში, რომ შეიქმნას ლამაზი და სტაბილური საზოგადოება. კლიმატის ცვლილები და სხვა მოვლენები ფორმას უწვლის სამყაროს ჩვენი მომავალი დამოკიდებულია ჩვენ ინსტიტუტებზე, რომ ისინი იყვნენ ინოვაციურები და მზად ადაპტაციისთვის, რაც ნიშნავს უზრუნველყოფა, რომ ციფრული ტექნოლოგიები გაშველებული იქნება და გამოიყენება ეფექტურად, იმისთვის რომ მიაღწიოს გაჭირვებულ ადამიანებს და სოციალური მშენებლობის პროცესში მათი ჩართულობა უზრუნველყოფა. გამჭვირვალეობა, კეთილსინდისიერება, სამართლიანობა, საჯარო მოსამსახურეს შეუძლია კარგი მთავრობის ჩამოყალიბებაში შეიტანოს ინსტიტუციების ჩამოყალიბებაში შეიტანოს სულილი ჩვენი მხარდაჭერა უნდა აღმოაჩინოთ ადამიანებს რომელიც პოლიტიკას პროგრესად აქცევს აქ მთავრდება ციტატა თქვენო აღმატებულება ძვირფასო მონაწილეობა მოგესალმებით საჯარო სამსახურის ფორუმზე 2026 წლის და ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვათ საჯარო მოსამსახურეების ერთგულ მოსამსახურეებს მთელი მსოფლიოდან თქვენი ერთგულება რომ ემსახუროთ ადამიანებს ხარს უჭერს ეფექტურ მმართველობას და მდგრად განვითარებას პირველ და უმნიშვნელოვანესი დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს მთავრობასა და ხალხს იმისთვის რომ ისინი მასპინძლობენ ამ ფორუმს ლამაზ და ისტორიულ ქალაქ თბილისში თქვენო აღმატებულებო ჩვენ შევიკრიბეთ მნიშვნელოვანი გაურკვევლობის მომენტში მთელ მსოფლიოში საზოგადოებები აწყდებიან ურთიერთდაკავშირებულ კრიზისებს ეკონომიკურ არასტაბილურობას გეოპოლიტიკურ დაძაბულობებს გაფართოებულ უთანასწორობას კლიმატურ შოკებს სწრაფ ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას მდგრადი გამოწვევების ფონზე ამავე დროს ნდობა ინსტიტუციებში ძლიერდება და ყველა სარგებელი ამ პროცესის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას გამოწვევები რომელიც მე ვახსენე და წინ მიმავალი გზა არის გაურკვეველი და რთული რისკები ამოწმებენ ჩვენ კოლექტიურ შემართულობას და ქმედებებს დიახ ეს ხდება ზუსტად იმ მომენტში როდესაც ძლიერი საჯარო ინსტიტუციებს უმნიშვნელოვანესი დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ეხლა ვიდრე როგორც არასოდეს ერთგულება პროფესიონალიზმი საჯარო მოსამსახურის არის ძალიან დიდი მოთხოვნის ჩარჩოებში. როდესაც ტურბულენტურია სოფლიო საჯარო ინსტიტუციები უნდა იყოს საყრდენი. მათ უნდა უზრუნველყონ სტაბილურობა, ნდობა და მიუძღვებიან საზოგადოებების ამ გაურკვევლობის ფონზე. დღესდღეობით მოქალაქეები ითხოვენ უფრო პასუხისგებელ და სამართლიან მომსახურებას ტრადიციული მიდგომები აღარ არის საკმარისი ჩვენ გვჭირდება სტრუქტურული ტრანსფორმაცია რომელიც ხალხზეა მომართული და ნდობას ეყრდნობა ინსტიტუციები არა მხოლოდ უნდა ადაპტირდებოდნენ ისინი უნდა ვითარდებოდნენ რომ ხალხის ნამდვილი საჭიროებები გახდეს მათი სამსახურის ცენტრი დღევანდელი ფორუმი ახდენს ფოკუსირებას 4 ძირითად საყრდენზე პირველი ინოვაცია შევსვლა პროცესში მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება პირველი ინოვაცია გახლავთ საჭიროება საჯარო ინსტიტუტებმა უნდა აიღონ კონტროლი სწრაფ ტექნოლოგიურ წინსვლაზე და ციფრულ ტრანსფორმაციაზე და არა მხოლოდ რეაგირება უნდა მოახდინონ კრიზისებზე მათ უნდა გაზარდონ საკუთარი სიმძლავრეები რათა აღიქვან ახალი ტენდენციების გამოჩენა და უფრო უკეთესი შედეგები სფორმირება მოახდინოთ მეორე ტრანსფორმაცია წარმატებულია თუ იგი არავის არ დატოვებს მის უკან საჯარო ინსტიტუციები უნდა ემსახურებოდნენ მთელ საზოგადოებას განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლად და მარგინალიზებულ ფენებს ინკლუზიური მთავრობა გახლავთ
ძრავი სოციალური თანხმობის ამცირებს არათანასწორობას და პროგრესის და მიღწევები თანაბრად ხდება მათი განაწილება, ეფექტური მონაწილეობა და ჩართულობა ეს ეფექტურ პოლიტიკის შექმნას უწყობს ხელს, საჯარო ნდობას უწყობს ხელს, დიალოგის საშუალებებს სამთავრობა და საზოგადოებრივი საჯარო მესაკუთრეობა ამ პროცესებისა მნიშვნელობა ინსტიტუციებსა და იმ თემებს შორის, რომელსაც ემსახურებიან. მეოთხე, გამჭვირვალეობა და ანგარიშვალდებულება არის აუცილებელი ცნებები, სწრაფი ცვლილებების პროცესს ზოგჯერ მოაქვს სკეპტიციზმი და გაურკვევლობა, საჯარო ნდობა მოპოვება ხდება და მისი გაგძლიერება და მხარდაჭერა მხოლოდ კეთილსინდისიერებით და მუდმივი წვლილით სამოქალაქო ქმედებებში, საჯარო ქმედებებში. ეს 4 საყრდენი ფაქტიურად სანდო მმართველობის საფუძველია, რომელიც პასუხობს ხალხის მისწრაფებას. საჯარო სექტორში უნდა იყოს შესაძლებლობა უნდა გააჩნდეს, რომ ხალხზე ორიენტირებული სამართლიანი სამსახური მიაწოდოს მოსახლეობას. თქვენო აღმატებულებო, ძვირფასო კოლეგებო, პატივცემულო მონაწილეებო, შემდეგი 3 დღის განმავლობაში მოდით ეს პრინციპები ვაქციოთ ქმედებად და გამოცდილების გათვალისწინებით პრაქტიკული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების ფონზე ჩვენ შეგვიძლია ფუნდამენტალურით მოვახდინოთ ტრანსფორმაცია და გაძლიერება საჯარო ინსტიტუციების. კოლექტიური ვალდებულება იმისთვის, რომ მივახციოთ მდგრადი განვითარების მიზნეს, რომ ვემსახუროთ ყველა ადამიანს ყველგან და არავინ არ დავტოვოთ უკან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს მთავრობასა და მის ხალხს, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მისი ხანგრძლივი ვალდებულებებისთვის, საჯარო სამსახურისთვის და მასპინძლობისთვის გაეროს 2026 წლის საჯარო სამსახურის ფორუმი. ჩემთვის დიდი პატივია მოვიწვიო მისი აღმატებულება ბატონი პაატასალია სცენაზე, რომ მიიღოს ჩვენი აღიარების სიმბოლო ნიშანი. მადლობა. Thank you. Now it's my great honor to invite His Excellency Mr. Irakli Kobakidze, the Prime Minister of Georgia, to deliver his keynote address. Please. მესალმები საქართველოს იუსტიციის მინისტრს, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, მინისტრებს, პარლამენტარებს, საჯარო მოსამსახურეებს, მესალმები ჩვენს ძვირფას სტუმრებს, ფორუმის მონაწილეებს, მოგესალმებით. მოხარული ვარ, რომ მოგესალმებით გაეროს საჯარო სერვისების ფორუმის გახსნით ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოში პირველად იმართება. ჩვენთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობა. სურს მადლობა გადავუხადო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტს და ყველა იმ პარტნიორს, რომელთა ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა ფორუმის უმაღლეს დონეზე ორგანიზება. მინდა მოგილოცოთ საჯარო სერვისების საერთაშორისო დღე და მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელიც ყოველდღიურად პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ერთგულებით ემსახურება სახელმწიფოს. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ძლიერი ინსტიტუტები, ეფექტიანი მმართველობა და ხარისხიანი საჯარო სერვისები ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა. სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით საქართველოს 2015 წლიდან ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად თანმიმდევრულად ახორციელებს საჯარო მმართველობის რეფორმას, რომლის მიზანია უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება. რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შედეგია იუსტიციის სახლების მოდელი, რომელიც წლების განმავლობაში მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდების გამორჩეულ მაგალითად ჩამოყალიბდა. დღეს ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 127 იუსტიციის სახლი, სადაც მოქალაქეებს ერთ სივრცეში 500-ზე მეტ საჯარო და კერძო სერვისზე აქვთ წვდომა.
ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მუნიციპალური ელექტრონული სერვისების ერთიანი სისტემის დანერგვაც, რომელიც უკვე 63 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს. შედეგად მოქალაქეებსა და ბიზნესს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის სერვისებზე წვდომა აქვთ, როგორც დისტანციურად, ისე ერთი ფანჯრის პრინციპის საფუძველზე. მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რომელიც მოქალაქეებსა და ბიზნესს 100-მდე სერვისს თავაზობს და თანამედროვე, ეფექტიან და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ მომსახურების მოდელს წარმოადგენს. ბოლო წლებში დაინერგა ელექტრონული ცნობების გაცემა, საერთაშორისო მართვის მოწმობის მიღების შესაძლებლობა, ასევე სატრანსპორტო საშუალებების დისტანციური გადაფორმების სისტემა, რაც მოქალაქეებს მნიშვნელოვანი სერვისების სარგებლობის საშუალებას სახელმწიფო უწყებაში მიცვლის გარეშე აძლევს. საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ ციფრულ ტრანსფორმაციას. ჩვენი ამოცანა ეს პროგრესი მოქალაქეებისთვის უფრო სწრაფ, უსაფრთხო და მარტივ სახელმწიფო სერვისებად გარდაქმნათ. დღეს მოქალაქეებს უკვე აქვს შესაძლებლობა 400-ზე მეტი ელექტრონული სერვისი დისტანციურად მიიღონ, ხოლო საჯარო სექტორში აქტიურად ინერგება ინოვაციური ტექნოლოგიები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტით ხარდაჭერილი იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მექანიზმები. მოქალაქეზე ორიენტირებული და ინოვაციური სერვისების განვითარებასთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ საჯარო რესურსების ეფექტიან მართვას, გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას. 2025 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის მთავარი ამოცანაა სახელმწიფო პროგრამების, პროექტებისა და შესყიდვების შედეგიანობის შეფასება, შესრულების მონიტორინგი და სახელმწიფო რესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა. ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებლობას უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებას, როგორც ეფექტიანი მმართველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს. ამ მიმართულებით განხორციელებული მონიტორინგისა და ანალიზის მიხედვით 2025-26 წლებში პირდაპირ ეკონომიისა და ტენდერების ოპტიმიზაციის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 390 მილიონზე მეტი დაიზოგა. ეფექტიანობისა და რესურსების ოპტიმალური მართვის პრინციპები ფართოდ ინერგება სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა სფეროშიც. მაგალითად, ეკონომიკასა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2025 წლიდან განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად მიღებულმა ჯამურმა დანაზოგმა 855 მილიონი ლარი შეადგინა. მათ შორის როგორც ადმინისტრაციული და საკადრო ხარჯების, ისე პროექტებისა და შესყიდვის ოპტიმიზაციის გზით. მათ შორის 2422 საშტატო ერთეულის ოპტიმიზაციის შედეგად მიღებულმა წლიურმა დანაზოგმა 60 მილიონ ლარს მიაღწია. ამასთან სხვადასხვა პროექტები სახელმწიფო შესყიდვებისა და სახელშეკრულებო პირობების გადახედვისა და გამჯობესების შედეგად დამატებით 785 მილიონი ლარის ეკონომია გახდა შესაძლებელი. პრაქტიკული ნაბიჯების პარალელურად განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც გააძლიერა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობა, კონკურენტუნარიანობა და ეფექტიანობა. ახალი მექანიზმები ხელს უწყობს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის უფრო აქტიურ მონაწილეობას, ისე სახელმწიფო სახსრების უფრო პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ მართვას. ეფექტიანი მმართველობის საფუძველს არა მხოლოდ თანამედროვე სისტემები და გამართული პროცესები, არამედ პროფესიონალი, მოტივირებული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საჯარო მოხელეები ქმნიან. სწორედ ამიტომ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია საჯარო სამსახურის განვითარებას, რომლის ფარგლებში ბოლო წლების განხორციელებულმა საკანონმდებლო და ინსტიტუციურმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ადამიანური კაპიტალის მართვისა და საჯარო სამსახურის განვითარების თანამედროვე სისტემები. დღეს საჯარო სექტორში 55,000-მდე მოსამსახურეა დასაქმებული. საჯარო სამსახურში ღია და კონკურენტული გარემოს უზრუნველსაყოფად, მხოლოდ გასული წლის განმავლობაში დასაქმების ერთიანი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით დაახლოებით 3500 ვაკანსია გამოქვეყნდა. მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება ახალგაზრდების მხარდაჭერაც. ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში 1400-ზე მეტ ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა პირველი პროფესიული გამოცდილება სწორედ საჯარო სექტორში მიიღო, ხოლო ასეულობით მათგანმა პროფესიული საქმიანობა საჯარო სამსახურში გააქცევა. ბოლო წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ ინსტიტუციურ რეფორმებსა და ეკონომიკურ პროგრესს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. 2021-25 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9,3% შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი 4 თვის მონაცემებით ეკონომიკა 8,3%-ით გაიზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს საშუალოდიან პერიოდში ევროპისა და რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად დარჩება.
ეს შედეგები ბუნებრივია მრავალი ფაქტორით არის განპირობებული, თუმცა მათი ფუნდამენტია ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტები, პასუხისმგებლიანი ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმების თანმიმდევრული განხორციელება. სწორედ ამიტომ ჩვენთვის საჯარო სექტორის მოდერნიზაცია და მმართველობის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთ მთავარ ასპექტად რჩება. ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საერთაშორისო თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას. დარწმუნებული ვარ, რომ გაეროს საჯარო სერვისების ფორუმი ხელშეუწყობს ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რაც საჯარო სექტორის შემდგომ განვითარებას დაეხმარება. ფორუმს უსურებ წარმატებას, ფორუმის მონაწილეებს გესურვებ საინტერესო დისკუსიებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას. დიდი მადლობა. Prime Minister of Georgia, thank you. საქართველოს პრემიერ-მინისტრს დიდი მადლობა. Ladies and gentlemen, once again, welcome to the United Nations Public Service Forum 2026. Forum now is officially open. Congratulations. Over the next 3 days, we will have different sessions, workshops and different meetings. So congratulations and have a good luck and wish you all the best. Congratulations once again. და კიდევ ერთხელ გილოცავთ